გამარჯობათ, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. წინა კვირას გიორგი ვაშაძეზე თავდასხმა მომხდარა. ვიღაც პროვოკატორმა პატარა სახრახნისით, რომელსაც გიორგიმ ატვიორტკა უწოდა, ეტყობა ინერვიულა და დაავიწყდა ინსტრუქცია, რომ ძაღლი არასდროს იქნება საბაკა და ძეხვიკი კალბასა. დიახ, ვიღაც პროვოკატორმა წმინდათა წმინდა ადამიანზე გიორგი ვაშაძეზე ხელი აღმართა და ბოროტად გაკაწრა. ამაზე ასე სუბუქად ემინო ლაპარაკობ, რომ ვაშაძეს ზიანი არ მიყენებია. კიდევ კარგი და ჩვენი გიორგი, იგივე გოგა, იგივე გოშა, იგივე ჟორა, იგივე ჭიჭე ისევ მწყობშია და ისევ ებძვის პუტინის საქართველოს. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა და როგორ გაეკაწრა ვაშაძეს, მაინც ვგმობ ვანდალიზმის ამ აქტს და ნებისმიერი მხრიდან არა კონსტიტუციურ ძალადობას ვთვლი არა კონსტრუქციულად. მით უმეტეს ძალადობას გიორგი ვაშაძის მიმართ. გიორგი ვაშაძე რომ არ ყოფილიყო, ის უნდა გამოგვეგონა. მისნაირი მოწინააღმდეგე ყველა პარტიამ, ნებისმიერმა ძალამ უნდა ინატროს. სანამ ვაშაძისნაირები იქნებიან ოპოზიციაში, ის ოპოზიცია ვერასდროს გაიმარჯვებს. ამიტომ ძალამ, რომლის ოპოზიციაში ვაშაძეა, ვაშაძეს დაცვა უნდა დაუნიშნოს, რათა არავინ აწყენინოს. აბა რა? ხომ შეიძლება ღმერთმა დაიფაროს და დაშავებული ვაშაძის ადგილას აღმოცენდეს ვიღაც უფრო გონიერი მტერი. ისეთი მტერი, ვინც მართლა სახიფათო იქნება. აბა გიორგი ვაშაძე, რომელსაც პრემიერ-მინისტრობაზე აბოდებს და ეს ბოდვა მის იდეაფიქსად იქცა, ზიანს ვერასდროს ვერავის მიაყენებს. ზიანს კი არა, პირიქით, ვაშაძე მართველი პარტიის წისქვილზე წყალს ასხამს. არ მგონია ის გზა და აზრდაბნეული ახალგაზრდები, ვინც ერთობიან და რუსთაველზე სატუსაოდ დადიან, ვაშაძეს სერიოზულად დაუდგნენ გვერდით. მეცაც ვიტყვი. ალბათ მის გვერდით დგომა მათ ტუსოვკაში ნამდვილად არ ითვლება ბონტონად. თუ გინდა საპროტესტო მუხტი ჩააქრო, იქ ვაშაძე უნდა გამოაჩინო, დიახ. ამიტომ ხელი გაუშვით, ეს ჩვენი ჭიჭეა. ახლა კი რაც ეხება სხვა პროტესტანტებს, არა ვაშაძისებურებს, არამედ ჩემთვის უცხოებს, საკმაოდ ახალგაზრდებს და სხვა განზომილებიდან მობრძანებულთ. დიახ, სხვა განზომილებას იმიტომ ვამბობ, რომ ის ტიპები, ვინც მე იმ აქციების დროს ვნახე არა პირადად ქუჩაში, არამედ მოკლე ჩართვებისა და მოკლე ვიდეოების მეშვეობით, მე ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ შემხვედრია და თუ შემხვედრია მხოლოდ ანიმაციურ, პოსტაპოკალიფტურ, ანტიუტოპიურ კინემატოგრაფში. ვინმე მეტყვის, რომ შენ, ანუ მე თუ არ გინახავს, ეს არაფერს ნიშნავს და მე დავეთანხმები. როგორც ცხონებულმა ჰამლეტმა ბრძანა, ბევრი რამ ხდება ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად, რაც ფილოსოფოსთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ. ამიტომ სრულიად არაა გასაკვირი, რომ ის პერსონაჟები, ვინც სხვადასხვა პერფორმანსს ატარებს ჩვენი სამშობლოს შუაგულში, რუსთაველის პროსპექტზე, მე არ შემხვედრია რეალურად. და კიდევ კარგი, რომ არ შემხვედრია, თორემ რომ შემხვედროდა, შევღონდებოდი. მაინც მინდა მეფიქრებოდეს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერი რაც იქ ხდება, არის უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და არა ყოველდღიური ცხოვრების წესი. თანაც ტიპაჟები ისეთები არიან შერჩეული, რომლებიც ეტყობა რეალობასთან არავითარ კავშირში არ არიან და ასე მგონია ფიქრობენ, რომ ვირტუალურ სამყაროში იმყოფებიან, სადაც ყველაფერი ვირტუალურია, ცეცხლის, ქვაც, ყვირილისა და რიგ შემთხვევაში სიცოცხლეც. და რამე რო იყოს, ისინი updates და upgrades გაუკეთებენ სიტუაციას, ახალ სიცოცხლეს გამოიყენებენ და თამაშს თავიდან დაიწყებენ. მოკლედ ერთობიან, თამაშობენ, სხვადასხვა levels გადიან და აზრზე არ არიან, რომ ეს ყველაფერი რეალობაში ხდება და პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმი და მშვიდობიანი მოსახლეობა არის არა გრაფიკულად დახატული, არა სიმულატიურია, არამედ ხორცითა და სისხლით შექმნილი ისეთივე ჰომო საპიენსებია, რომლებიც თვითონ არიან.
თუმცა რიგ შემთხვევაში აქციონერთა საპიენსობაზე ძალიან დიდი მეპარება. სიტყვაზე, როდესაც ვიღაც გაურკვეველი არსება, ვერც გავიგე მისი სქესი, თუმცა დღევანდელობაში ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ღამის საათებში დადის ქუჩაში, საბურთალოზე, ვუვუზელას უბერავს და ყვირის გამოდით, გაიღვიძეთ და ასე შემდეგ, ის არსება სრულიადაა მოწყვეტილი რეალობას, მეგობრებო. ის თავის მიერ გამოგონილ, დახატულ საბურთალოზე დადის. დიახ და იმაზე სრულიად არ ფიქრობს, რომ რომელიმე შეწუხებულმა, მშრომელმა და გინდ არამშრომელმა ადამიანმა შეიძლება მას ამ შეწუხებისთვის რაიმე ზიანი მიაყენოს თავისივე აივნიდან. აი რატომ გონიათ მათ რომ ეს შეიძლება არ მოხდეს, არ ვიცი. მაგრამ მე რასაკვირველია ისე ვიმეორებ, არავის მოუწოდებ ასეთი აგრესიისკენ, მაგრამ ფაქტობრივად ის, რასაც ეს არსება შეადის, არის აგრესია და აგრესიას იწვევს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.